საპროტესტო აქციებისას ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და მასში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებული 8 პირის სამართლოს ხდომა კვლავ გრძელდება. დღეს დაიკითხა ჯერჯერობით ერთი მოწმე სანდრო ლოლაძე, რომელიც გახლავთ პროკურატურის მიერ წარმოდგენილი პოლიციელი, რომელმაც ისაუბრა იმ მოვლენებზე, რაც მას თავს გადახდა საპროტესტო აქციებისას. მან თქვა, თავისუფალი თხრობით ისარგებლა მან და განაცხადა, რომ 3 დეკემბერს იმყოფებოდა საპროტესტო აქციაზე, რომლის დროსაც დაახლოებით 1 საათში საპროტესტო აქცია გახდა ძალადობრივი. მან თქვა, რომ იყო ძალადობრივი შეძახილები და ისინი პოლიციელები იგერიებდნენ სხვადასხვა ნივთებს, რომლებიც ჰქონდათ დემონსტრანტებს და მან განაცხადა, რომ მას კეფაში მოხვდა ეგრეთ წოდებული პულივიზატორის ბოთლი, რის შედეგადაც ის დაზიანდა და ამიტომ მისი საავადმყოფოში გადაყვანა იყო საჭირო. მან განაცხადა, რომ როდესაც ადვოკატებმა ჰკითხეს მას თუ საიდან მიხვდა, რომ ეს იყო პულივიზატორის ბოთლი, მან განაცხადა, რომ მან როდესაც ეს მოხვდა მას უკან მიიხედა და დაინახა ბოთლი და სწორედ აქედან მან ჩათვალა, რომ სწორედ ეს ბოთლი მოხვდა მას კეფაში. ეს იყო პირველი მოწმე დღევანდელ დღეს, რომელიც დაიკითხა, თუმცა ასევე პროკურატურას ჰყავს სხვა მოწმეებიც, რომლებიც აქამდეც იკითხებოდნენ და ასევე გაგრძელდება მათი გამოკითხვა, ასევე ვიდეომტკიცებულებების გამოკვლევაც გაგრძელდება, თუმცა ადვოკატები, დაცვის მხარის წარმომადგენლები ამბობენ, რომ ვერც ერთმა მოწმე პოლიციელმა ვერ დაადასტურა, რომ რომელიმე ბრალდებულს მიუძღვის მათ დაზიანებაში წვლილი და ისინი ამბობენ, რომ მოლოდინი აქვთ, რომ სხვა მოწმეებიც მსგავს რამეს იტყვიან და შესაბამისად ბრალდებულების ბრალეულობა ამ საქმეში არ დადასტურდება. წლებიდან დღემდე ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი არც ერთი მტკიცებულებით არ დადასტურებულა უთხოვარად ზვია ცეცხლაძის ბრალეულობა მისთვის ბრალად შერაცხული ქმედების ნაწილში. შესაბამისად ჩვენ ყველა ჯერზე, როდესაც მოხდა ახლoti ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობის გადასინჯვა, ყველა ჯერზე დავაფიქსირეთ პოზიცია და აბსოლუტურად დასაბუთებული პოზიცია, რომ ყველაზე მკაცრი ღონისძიების გამოყენების საჭიროება არ ჰქონდა სისხლის სამართლის საქმეში, რადგან ზვია ცეცხლაძის საქმეზე და ასევე სხვა დანარჩენი ბრალდებულების მიმართ პატიმრობის ზალაში დატოვების საჭიროება არ ჰქონდა რეალურად, არც მიმალვის ახალი დანაშაულის და მტკიცებულებების განადგურების საფრთხე არ არსებობდა. მით უმეტეს მაშინ, როდესაც ზვია ცეცხლაძის სისხლის სამართლის საქმეზე მოწმე მისი უშუალო დამკავებელი პირის ჩვენებიდან დგინდებოდა, რომ ზვია ცეცხლაძე მაქსიმალურად აქტიურად თანამშრომლობდა ჩხეკის მონაწილეობის დროს, მან პირადად გაუღო საცხოვრებელი სახლი და ამ დროს საუბრობთ იმაზე და ჩაბარდა შესაბამისად შეიძლება ითქვას მას წინააღმდეგობა არ გაუწევია. ამ დროს ბრალდების მხარი აპელირებს და სასამართლო იზიარებს იმ პოზიციას, რომ თითქოს ზვია ცეცხლაძე ახალ დანაშაულს ჩაიდნეს და მიიმალება, რა თქმა უნდა მიგვაჩნია, რომ არ არის დასაბუთებული. შესაბამისად დღევანდელ სხდომაზეც ბრალდების მხარის მტკიცებულებები ფიქრობ, რომ არ იქნება პირდაპირი ხასიათის და მიმანიშნებელი, რომ ზვია ცეცხლაძეს აქვს ჩადენილი დანაშაული. შესაბამისად ესეთივე მოლოდინი გვაქვს ბრალდების მხარის სხვა მტკიცებულებებზე და როგორც მოგეხსენებათ, ვეფხია კასრაძეს ბრალი წაყენებული აქვს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებაში. შესაბამისად საქართველოს პროკურატურა არის ვალდებული, რომ წარადგინოს ის მტკიცებულებები, რომელიც დაადასტურებს იმ ბრალეულ ქმედებას. ამ დროის განმავლობაში სასამართლო პროცესებზე მტკიცებულებების გამოკვლევის დროს ის დაზარალებული პოლიციელები, რომლებიც აძლევენ ჩვენებას, ვერც ერთმა მათგანმა ვერ მიუთითა, რომ ვეფხია კასაძრის რაიმე ქმედებას აქვს კავშირი მათ დაზიანებასთან. ასევე ისინი ვერ ასახელებენ, რომ ვეფხია კასრაძე უწევდა თუ არა საერთოდ რაიმე ქმედებას ორგანიზებას, მათ არ აქვთ აღნიშნული ინფორმაცია, არც დაუნახავთ და არც ამასთან დაკავშირებით არანაირ ჩვენებას არ აძლევენ. ასევე მნიშვნელოვანი არის ის, რომ არანაირი მტკიცებულება, რომელიც პროკურატურის მხრიდან არის წარმოდგენილი, ვერ ადასტურებს ბრალდებულების კომუნიკაციას. ჩვენ ვიცით, რომ არის ჩატარებული ექსპერტიზა ბრალდებულების ტელეფონებზე, შესაბამისად ექსპერტიზის მხრიდან დასმულ კითხვებზე პასუხები არ აქვს გაცემული, რაც ნიშნავს იმას, რომ ვერანაირი კომუნიკაცია ვერ დგინდება და სწორედაც ის არის მნიშვნელოვანი, რომ ეს ადამიანები საერთოდ ერთმანეთს არ იცნობენ. 8 პირის საქმეზე სასამართლოს ხდომა კვლავ გრძელდება. ჯერჯერობით დაიკითხა, როგორც გითხარით, მხოლოდ და მხოლოდ ერთი პოლიციელი სანდრო ლოლაძე და როგორც ჩვენთვის არის ცნობილი, კვლავ გაგრძელდება მოწმე პოლიციელების გამოკითხვა, ასევე ვიდეომტკიცებულებებსაც გამოიკვლევენ დღეს და გეტყვით, რომ პროკურატურა ნაწილს ედავება ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ნაწილს კი მასში მონაწილეობას.